წავედით სიონისკენ. დილამშვიდობისა ყველას. სალამი ყველას. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, აპკატის დროს უნდა წამოვიდე სიონისკენ. ხოდა სიონზე ვარ. გაგრუზული ყველანაირად. ახლა ცოტას ვახურებ ძრავს. და მივცეთ ნახევარი ძალა. იმედია წარმატებული გზა მექნება მეც და ყველა პატიოსან მეთევზეს ვინც დარჩა ნაპირზე. სივა ეს სიონია. მაგრად სივა. მაგრად არა, მაგრამ სუსხია. გახურდა ჩვენი ძრავი. მივცეთ პატარა აბაროდი. ნელა ავწე. თან აპკატკას ვატარებ, რა ვაგზელებ. 2 საათი ხო ვატარე. დამრჩა სადღაც 6 საათი მაინც რა მინიმუმ. 1-2 საათი დღესაც რო ვატარო, კარგი იქნება. აი, აბა, შევხვდებით. უბრალოდ შეხედეთ რა სილამაზეა, სიონი არის ულამაზესი. ცოტა მივცეთ კიდე გაზი, თან ვაძლევ რა, მაინც აპკატკაზია ძრავი. პატარა და დიდი გული. მივდივართ, რა თან ვტყუებით ულამაზესი ხედებით. ძალიან ყვაყოფილი ვარ და ბედნიერი რომ დღეს წამოვედი რა. აი თუ ამინდიც იდეალური დაგვდება, არ იწვიმებს, არ იქნება ხარი. დღე ჩაივლის იდეალური. შევხედოთ. ცოტაც და მივალთ. 1 საათია მოვდივართ რა. შუა სიჩქარეზე. მაგრამ არა უშავ, ძალიან დავტკბილი სილამაზე. აი ეს არის სათავე რა. და სათავესთან ვიქნებით ახლოს. აი მე მგონი ერთი ნავი ჩანს. აქეთ არავინ არ არის. წყალი ძალიან მომატებულია. ჩამოვაღწიე. სათავისკენ ვარ რა, აი ცოტა აკლია. მაგრამ იქ ხალხია, იქ არ მინდა, მე მინდა მარტო ყოფნა. აქ კიდე მარტო ვარ რა ვიცი. ესე მივა პარკინგე ჩემი ნავი. ადგილს რაც შეეხება, აი აქ დავჭდები. ახლოსშივე, ცოტა წყალში შევალ, პატარა პლატფორმა რა და სკამი წამოვიდე საფიდირე. და მშვენივრად დავეტევი რა. საათ ნახევარი მოვდიოდი რა. ნახევარ იმაზე, ძალაზე. აუ, თევზი ხტუნავს ახლა, რასაც ვაკვირდები. აი, ანუ თევზი არის. იმედია, კაიჭერა იქნება. ახლა ალბათ ვინც მიყურებს სიტყვის, აი, რა მარტივია ნავით მივიდა, მარტო არავინ არ არის. იკაიფებს, ითევზავებს. ხო, მეგობრებო, რატომაც არა, ნავი მაგისთვის ვიყიდე. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე. რატო არ დავჯექი დასაწყისში დამბისკენ ან სადღაც? სად უნდა დავждე, როცა ერთ ადამიანს 5-6 ანკესი უძებს და 20-25 მეტრა არის დაკავებული, რომი ხოლ ადგილი აღარ არის. რომივე პრინციპში ადგილი არც იყო. ყველაზე არ მაქვს ნათქვამი, ხო, რამდენიმე თითო ანკესი აქვს, მაგრამ ვისაც გააქვთ 5 და 6 ანკესი და გიკავიათ ამხელა ტერიტორია, ამიტომ გვიწევს ან ესეთ შორს წამოსვლა და მანქანის გაუბედურება, ან მე როგორც მომიწია ნავი შევიძინე და ამიტომ წამოვედი აქ. რავი, თუ ყველამ პატიოსნურად ვითევზავეთ მაქსიმუმ 2 ჯოხით, 2 ანკესით, მე ხო 2 ანკესით უნდა ვითევზავო, ყველა დავეტევით და ყველა ვისიამოვნეთ და სანამ მაგას ვერ ვისწავლით, სამწუხაროდ აი ესე მოგვიწევს რა. კაი, ვერ ვარ ვილაპარაკო, ეხლა გავშლი ყველაფერს და დავიწყებ თევზაობას.
როგორ ჩანს რომ აქ არავინ თევზაობს რა მაღალი ბალახია და არავინ არ ჩანს ჩემ მიკადოს პატარა საფიდერი სკამი რომელსაც შვენივრად გავშლი და გამოვიყენებ ну პლატფორმა იქნებოდა ზეიდეალური რა თქმა უნდა მაგრამ არც ეგ არის ცუდი ვარიანტი რა მე ვამკითხოთ მე საერთოდ პატარა სკამის წარმოებას ფიქრობდი მაგრამ მე ვიფიქრე ნავით მოდიხარ ადამიანო ადგილი გაქვს ჩადე რა რაც გინდა რაც მოგესურვება რომელიც წამოვიდე ეს სკამი აუ როგორ მინდა რომ ამინდიც იყოს იდეალური ამინზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ აბა ნახოთ სად დავდგეთ ცოტა ღრმა არის ესე მეგონი არ იქნება ცუდი ვარიანტი ოკეი აბა დავშდეთ რას ლაპარაკობ აი ეს ბუჩქი მიშლის ცოტას ხელს მაგრამ არ აუშვეს მეგონი ძალიან არ შევწუხდები აუ რა კარგად დავჭექი ნუ ხო ახლა წყალში მომიწევს ყოფნა მაგრამ არ აუშვეს არ არის პრობლემა აუ ძალიან ყვაყოფილი ვარ ნავით და ძრავით ძრავი ძალიან ჩუმია ერთ სული მაქვს აპკატკა როდის მორჩება და წესივრად გავივლი რა როიტყვიან ორი ჯოხით ვიქნები როგორც აღნიშნე ხო გათვლა მექნება შამაია უნდა ვიჭირო ვარდნაზე და იმედია რაღაცას დავსვა ხო ახალი ჩოგამბადე მაქვს როგორც იქნა მეღირსა გრძელი ჩოგამბადე ფლაგმანის კანალი შტეკერული ანუ აქედან ესე მოვუშვებ და რა სიგრძეც გინდა ის სიგრძე გავუკეთე მე ბარემ გავუკეთოთ თემის სიგრძე ეს ყენდება ესე ეს უყენდება ესე კი ბატონო ეს ისე უკან ხო როგორი მსუბუქია ჩატეა ძალიან ხო 320 ეგ სიგრძე ხო ძალიან ჩატეა და ამას მოუხდება იგივე ბრენდის ფლაგმანის სილიკონის თავი აი სულ ახალია იმედია დღეს რაღაც კაი ზომის კარჩხანა დამიჯდება და ეს ჩოგამბადე აუცილებლად გამომადგება აუ რა კაი ამინდია და თუ თავი არ დავითარსო აუ რას ლაპარაკობ შვენიერია კიდე ერთი სიახლე მაქვს ახალი ინვენტარი ამ მაგიდას ველოდებოდი ძალიან დიდხანს და როგორც იქნა ჩამოვიდა მაღაზია ფლაგმან ჯორჯიას აქვს მე მგონი უნდა ქონდეს კიდე რაოდენობაში აი ესეთი მაგიდა თავისი დასაკვები სათავსოთი საკმაოდ ღრმა არის აქ იქნება ჩემი სათავსო საკვები და ესეთი ფეხი აქვს კიდე უკან ოკეი დავაყენე შვენიერი სეტია რა აქ დასაკვები ეს ბზის დამცავი რავი ძალიან მაგარი მაგიდა როგორც იქნა ჩამოვიდა რავი მოგეწონათ შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზია ფლაგმან ჯორჯიას აუ ამ მაგიდას დამავიწყო მე თქვა უკან ანუ თავისივე ფეხზე აქვს რეზბა სადაც შეგვიძლია დავამონტაჟოთ აი ესე როდ ჰოლდერი პატარა ესე და ჩვენი ახალი ჩოგამბადე ესე დავაფიქსიროთ რომ წყალში არ იყოს აი ეს ოკეი კარგია ესე იგი გავშალე ჯოხები ორი ჯოხი მექნება ორივე არის ფლაგმან კასტმასტერი ეს არის ახალი ვერსია ეს არის ძველი ვერსია ეს ახლა შევიძინე 3 მეტრი არის სიგრძეში 40 გრამამდე ну ასე პიკერივით გამოვიყენებ რა ფლაგმან კასტმასტერის იგივე
კოჭა 4500-იანი. წნული დიეზ ვერ ვიძახით 0.10 მმ. ეს წავა ვარნაზე შამაია. ეს გათვლა მექნება ამ ჯოხზე ხრამული და კარჩხანა, ანუ ფსკერიდან ვითევზავებ. დასაკვებებს რაც შეეხება, უცებ ვიტყვი, რას გამოვიყენებ. ხრამულზე მექნება ფიშკას მინდალი, ანუ ნუში. მარტო მაგას გავურებ, არაფერს არ დავამატებ. და რაც შეეხება შამაიას, გამოვიყენებ ბელგიურ დასაკვებს, მარწყვი და ამას უნდა დავუმატო გეიზერი ფიშკის ბრენდის, ესეთი. გეიზერის თვისება არის ის, რომ ამ დასაკვებს გაშლის და დატოვებს ერთ ადგილს რა და გააჩერებს დასაკვებს დიდხანს და შორიდან მოზიდავს თევზს. ნახევარს გამოვიყენებ ამაზე. კაი. ეხლა აღარ გაჩვენებთ როგორ ზილავდა რანაირად, ესე იგი ეს შამაია, ეს კარჩხანა. ეგ არის. აი, წერტილი დაკვებილია, სადავე გაკეთებულია, სამუშაო საკვებურა დავაყენე 21 გრამიანი. აი ესეთი სტილის. და გავუკეთოთ პირველი გასროლა. წითელჭია, ნაკელის წითელჭია. ასე დავიწყებ რა. თეთრი ჭიაც მაქვს თუ რამე მე როგორც ბუტერბროდის სახით დავუმატებ, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი არ უნდა. ზუსტად დაკლიფსულ ადგილზე ჩავაკეთე. როდებით ჩაძვირას. ჩაიძირა ერთი ამოხვევა და ესე ლამაზად კოხტად დავდოთ. მანამ მოვამზადოთ საშამაე კომპლექტი. საშამაე დასაკვებიც მზად ამაქვს. ახლა აი ამ საათში გადავიტან, შვენივრად კოხტად. ესე. არამოტი სასწაული რა თქმა უნდა. ოკეი, და ესე კოხტად ჩავდებ. მოვათავსებ. ეს. აბა. იდეალურია. ეხლა საშამაე ჯოხსაც ავაწყობ და დავიწყებ დაკვებას. ვიწყებ საშამაე დაკვებას. ესეთ 14 გრამიანი საკვებურა, მსუბუქი. გაცემის დროს უნდა ამოვარტყა, ანუ ფსკერამდე არ უნდა ჩავიდეს. ზედაპირზე უნდა იყოს რა, და ჩვენი დასაკვები. აია. ჯერ არ ავკლიფსავ. წერტილი დავკვებე. გავუკეთე ესეთი საკვებურა 15 გრამიანი. სადავე მაქვს სადღაცა მეტრი 40. თვითონ სადავე არის 0.14 მმ სიგრძის და სადავე მაქვს გაკეთებული ფიდერგამზე, რომელიც იწელება. შამაიას სუსტი ტუჩები აქვს და არ მინდა რომ ამოკვისას დავუკარგო გზაში. გავუკეთოთ ჩვენი ერთი ცალი თეთრი ჭია. დასაკვები. ნახოთ აბა პირველ ჩაგდებაზე. შემოვიყვანეთ თევზი უკვე. ვიზავთ რამეს. შენერად წავიდა. აბა ვნახოთ. მიდი შამაია დაარტყი. და ოპა, პირველივე ჩაგდებაზე. არ არსებობს. მომყავს. აი ფრიქციონმაც კი წაათამაშა. ჩვენ ვერ ვიგებ. პირველივე ჩაგდებაზე. აბა რა. რა თქმა უნდა ეს დასაკვების დამსახურება გეიზერი თავისა შვება. ჯერ თეთრი ჭიით ვითევზავებ.
ნახავ თუ ძალიან გააქტიურდა, მე სილიკონის ჭიებიც მაქვს წითელი და იმითაც ვითევზავთ, რაღაც ჭია ვხარჯო. უნდა მოახვი, აბა საკვების გარაშე ვისროლოთ. თითქოს დაარტყა. გამაზა. მოდია. დავსვით შემდეგი. დღეს საინტერესო მელის. რისთვისაც მოვედი, იმას ვიჭერ. მაგრამ ცოტა ზონები ისე რა. გასართობად ვარგა. შემდეგი შეიძლება შევინახოთ. სვათაშორის დასაკვების გარეშე. ანუ დგას თოვლზე. არა, ჩვენ მაინც მივცემთ, არ არის პრობლემა. მოყავს, კი ბატონო. ძავი დაჭერა. არ გამოვსინე სიკავს, ისევ იმას გამოვიყენე. ველოდებით. ავსით მორიგი შამაია. დიდი ზომები სად არის რა? ახსოვს დიდი ზომები ეს რა. თან გამიცა. მოკლედ სიტუაცია ეს მეორე ჯოხი ამოვიღე, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენი ზაცები ყოფილა. იქ დავკარგე სატყუარა და მეც აღარ მეხალისება რა, იყოს. შამაიაზე მოვედი, შამაიაზე ვითევზავ რა. აღარაფერზე გადავიყავ ყურადღებას. დროა მე მგონი მეც მივირთვა. საჭმელი არ მიჭამია, მარტო წყალს ავსვავ. ცოტა არ იყოს მომშვიდა. პატარა შესვენებას გავაკეთებ, მაინც ნამგზავრი. ჯერ მანქანაზე მერე ნავით. ენერგია მჭირდება, კალორიები რა და შეუდგები საქმეს. წესით მთელი დღე უნდა გავჩერდი აქ და იმედია რაღაცა გამოჩნდება. ფსკერიდან რაღაცა დავსვი. როგორ შანს შამაია ფსკერზეა რა. იმიტომ რომ როგორც კი ჩადის ფსკერზე 5 წუთის მერე ეს უკვე ეს რა. ჯიგა კაპარჭინო. ესეთი პატარა კაპარჭინო. შოკოლადი. აცა მე ხომ აქ ინსტრუმენტი. რაღა ვაწვალო ეს კაპარჭინო. მეგობრებო, კაპარჭინა თან ეს ზომა აუცილებლად უნდა გაუშვათ. არ შევინახავ რა. წარი. დაია. სულ არაფერს შამაია რაღაცა ზომებიც არ არის. თუ მოდის პატარა მოდის. ნახოთ. ვაგზელი. ესე ქოლგა გავშალე, იმიტომ რომ ძალიან დაცხა. აუტანელი სიცხეა. მე აქ სიგრილე მეგონა გამხდებოდა, თუმცა არა, საკმაოდ ცხელა.
ძალიან წვრილი. აი ეს რაღაცა წონა აქვს ამას. ეს უკვე კაი შამაია. აი ესეთები გინდა რა. ამის გამო მოვედი ამ ხელაგზაზე. ეს უკვე კაი ზომის შამაია. კი ბატონო. მეგონი აუსად გამექცა შენი. ზაში გამექცა. აუშოს. დავსვით. რაგე შამაია პრიალის, უკვე დადის ფსკერზე. პატარა ზომის შამაია. მაგრამ დავსვით რას თავარია, მოკლედ თევზი შემოვიყენეთ. რაღაცა მძიმე მომაქვს. თევზია? ოპა. კი, ოპა, კაჩხანა. თუ ხრამული. ოპა. პირველი კაჩხანა. ერთ ჭიაზე ფსკერია. მე მეგონა დღეს მაგას ვერ დავიჭერდი. ეს ჩოგამბადაც მომნათლა. ო, რეკოი გემან, სუპერ. როგორი ჯიგარი. მგონი კაია. შვენიერი ზომა. ოპა. შვენიერი ზომა გაჩხანა. კაია. აი ხა გავშალოთ ჩოგამ ისა შესანახი ბადე. აბა ჩვენი თეზები. ჩავა. შესანახ ბადეში. აი კაჩხანა. ეს არის ზომა. აი. ეს შამაია უნდა იყოს კაი ზომის ეს. მოკლედ არ გავისვათ. აჰა. ჩემი ნავი ისვენებს, მაგრად მასი ამოვნა. მე კიდევ ვაგზელებ. ამინდი ჯერჯერობით იდეალური. გაჩუმდი. იწო დაიქოქნე. რამდენი ბაყაყია. აი შამაია მესმის ეს ზომა. ეს უკვე კაი ზომის შამაია. და საინტერესო რაზე დავშვი ახლა გაჩვენებთ. ნუ ვარდნაზე აიღო, მაგრამ ესეთი კომბინაცია გავუკეთე ახლა. წითელი სილიკონი სიგრძეზე, მემსიკავის სიგრძეზე და თეთრი აპარიში.
სილიკონი გამოვიყენე ეს, რომელსაც სამორმიშკოდ ხმარობ. აი. სტრეიჯი. მოგეთ აი ესეთი კომბინაციაა, რომ ნახოთ აბა. რა სიზავს კიდე. არა, აშკარად შამაია შემოსულია, უბრალოდ ძებნა უნდა რა. რა კარგად დამირტყა. ვარდნაზე. დავსვი, მაგრამ ისეთი ზომა არა როგორც წინა. თუმცა რატომაც არა. არა, იგივე ზომა. შვენიერია. მომეცი. ისევ ამ კომბინაციაზე პირდაპირ ეთერში რო იტყვიან. რაღაცა მომყავს. ეს მონტაჟი ამართლებს რა. წითელი სილიკონი და თეთრი ჭია. ვაუ, რა ხდება? ოპა. ფიქციონს ათამაშებს. ეს იქნება კარჩხანა. ან ხრამული, არა, უფრო კარჩხანას რა კარგად. ესეც პირველი ვახშენ ბადე. ოკეი. ხრამული, რომელსაც ველოდი ძალიან დიდი ზომა არ არის, მაგრამ სასიამოვნოა რა. აბა დაგვენახე ჯიგარსონ. არა გვის მე ხრამული არ დამიჭერია. შენი სლიკინა. თეთრი ჭია და ის ჩემი კომბინაცია რო გითხარით. სილიკონი წითელი და თეთრი ჭია. შვენიერია. აი ესეთი კარგი ზომის ხრამული. წავიდა. რა კაია გრძელი ჩოგამბადე. მოკლედ ხრამულები შემოვიყვანე წერტილში რა. ეს დავიწყე ეს დასაკვები აურიე. წეღან ხრამულზე და კაშხანაზე რო გავამზადე. აურიე შამაიას დასაკვებს. აი ეს ყველაფერი ერთად ყრია რა. და როგორც კი აურიე შემოვიდა ხრამული. ეხლაც დამირტყა და გამექცა. კაი ზომის იყო ეგეც. ოპა. თევზი დგას, აი ფსკერამდე რო ჩადის საკვებურა, ეგრევე აი ქვივერს ეგრევე ათამაშებს რა, ესე ეხახუნება წნულს თევზი. წერტილზეა რა. აია მე პრინციპში უარზე არ ვიქნები თუ ხრამულებს დავიჭერ შამაიების ნაცვლად. ოპა, ეს ხრამულს გავს. ეს გავს ხრამულს.
ხრამული იქნება. რა კაი ზომის ხრამულია. რას ლაპარაკობ? Mama davჭდა. ხდება. აი ხრამული. რას ლაპარაკობ? ეს სასურათე ხრამული გვაქვს. არაგვის ხრამული ის ზომა შვენიერია ისევ ამ კომბინაციაზე ამეცი აჩვენოთ ხალხს აი წითელი სილიკონი და თეთრი ჭია შვენიერია რა კაი ზომის ხრამულია რას ლაპარაკობ Ay şamaya. Bakayım şamaya. Ay şamaya. Zomის შამაია. ეს არის კაი ზომა შამაია. შვენიერია. საყანყალე შამაია. ესეთი რომ ყანყალასაც გემრიელად მიირთმევს. აი გატარებაზე აიღო ფსკერიდან გატარებაზე რაღაც პატარა უნდა იყოს თუ გამექცა გამექცა რატო დაშკარად ჩარტყმას გავდა ეს კაპარჭინა კაპარჭინასაც მოსწონს ჩემი მონტაჟი მოცი გავუკეთოთ ახალი ჭია ესე Vamos. Ara. Şamaya onda yok. Bak ayzon.
ეს რა არის? არჩხანელა. ცოტა შევცვალოთ კუთხე, აქედანაც გადავიღოთ. ან მოიგრუბლა, მზე დიდად აღარ გუშავს. გავსვი ვარდნაზე, სამაი. მოყვება. არა უშავს ზომა. ისევ წითელი სილიკონი და თეთრი მატლი დაბოლოებაში. კიდე ერთი. ეს ცოტა მოზრდილი ჩანს. აი, ხო გეუბნებით, ფსკერზე ჩადის საკვებურა, მაშინ ურტყავს რა. ანუ ზედაპირზე შაბაია არ დადის, აი. რატომღაც არა და წესი თუნდა იარეთ. ესეც არა უშავ რა. საფლაში წავა. ოჰო. ახტება. რაღაცა ვარდნაზე კაი რაღაცა დაჭდა. ფიქციონი წაამუშავა. ახლა უკვე გაჩერდა. იმიტომ რომ მომყვება რა. კაი ზომა, შამაია უნდა იყოს, უნდა გიქნათ. კაი ზომა ნავიღოთ. ხარი ვარდება რა ხდება. არ გვინდა ჩვენ ხარი. ამინდი ფუჭდება, მოიგრუბლა, ხარი ქრის. დიდად თევზი ისე არ აქტიურობს. უჭირს. ნუ წნევა თამაშობს რა და თევზე მოქმედებს რა. ძალიან პატარა. რაღაცა არის პატარა ზომის. შამაია ფსკერიკა. ამინდი უკვე 1000-ჯერ შეიცვალა რა, ვეღარ გავიგე. ისეთი ხარი იყო, კენკვა არ იყო საერთოდ. მეც დიდად არ თევზაობდი, ისე ვიჯექი ვუყურებდი. ერთი პატარა კაპარჭინა დავიჭირე, არ გადამიღია. არ არის, ნუ ისეთი კენკვა არ არის. პასიურია თევზი საკმაოდ. თუმცა რაც მიზნად ჰქონდა, ყველაფერი შევასრულე, დავიჭირე ყველა ის თევზი, რაც თავიდან ვთქვირო დასაჭერი. ესეთები მოდის რა. სტანდარტები.
წვიმამ არ მაცადა რა, მაინც დაიწყო, აი. იძულებული ვარ დავიშალ. აბა ვნახოთ ჩვენი ნადავლი. ჩვენი ნადავლი ერთი კაცის ახლა ამას სათში გადავიყვან და აუცილებლად გავუშვებ. ჩვენი თევზი ყველა უბრუნდება წყალსაცავს. ერთი თევზი არ მყავს დღეს. ესე გადავწყვიტე. პრინციპში ყოველთვის ეგრე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ყველა თევზი თევზაობის დროს გაუშვა უკან, რათა სწორი მაგალითი მივცე ბევრ თქვენთვის. იმედია თქვენს გაითვალისწინებთ და რაღაც რაოდენობას თევზს გავუშვებთ უკან. აი, წვიმა ძლიერდება, ესენი მიდიან, მეც მივდივარ და ჩაგერთვებით ალბათ უკვე ნავია. აბა წავიდა. ჩვენს გავუშვით თევზი და მიეცით მაგალითად პატარა ბავშვს ჩვენ ახალ მომავალს. როცა ვერ მოასწარი წასვლა. ნავი შეგვხვდა წვიმს. სიონი. რა მიდია ეს ყველაფერი. დაიგოს რო წავიდი სახში. ავიბარგე. წვიმამ გადაიღო. მივდივარ მანქანისკენ. იმედია გზაში არ ამიწვიმდება, მაინც ღრუბელი მოდის აგე ჩემს უკან. რავი მოვასწარი რა. ჩაგერთვებით მანქანიდან, როცა უკვე ჩავიბარგები. აბა ავლაგდი. დავჯექი მანქანაში და მივდივარ სახლისკენ. მოკლედ მაგარი შრომატევადი თევზაობა გამოვიდა. არ არის მარტივი. თუ ვინმეს გონია ნავით მიხვალ. ძალიან მარტივად ითევზავებ, მარტო იმ ნავს უნდა დაშლა, აწყობა, ძრავის მოწესრიგება და მოკლედ ერთი სიტყვით. მირჩევნოდა აქვე პირდაპირ ნაფრიდან გაჩერებული ვიყავი და მეთევზავა ჩვეულებრივად, მაგრამ სად არის ადგილები? ხალხი მოდის და 5-6 ანკესით თევზაობს, რა ვერ ვისწავლეთ რა მაინც. ნუ მოკლედ რაც არის არის. იმედია მოგეწონათ ჩემი ესეთი თავგადასავალი სიონზე, ნავით, ფიდერით. ძალიან მადლობელი ვიქნებით თუ გვერდში დამიდგებით, ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი გამოიწერეთ. გამილაიქეთ ეს ვიდეო და რავი თუ რამე კომენტარები, თუ რამე შეკითხვები დაგჭათ, აუცილებლად გამოვუშვით კომენტარებში. მზად ვიქნები გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე. ეგ იყო და ეგ. მადლობა ყველაფრისთვის და შეხვდებით მომდევნო თევზაობაზე. აბა დროებით.